თურმე მელნებსაც თავისი ხასიათი ქონიათ. არის მშრალი მელნები, უფრო ვეთ მელნებს რო ეძახიან, სველი მელნები, წერის მანერა სხვანაირია, ეფექტური სხვანაირი ეფექტი აქვს სხვადასხვა ქაღალდზე და ასე შემდეგ. რა ვიცი, მე ძალიან საინტერესო სფერო ყოფილა ამ ხრივაც, ეხლა ერთს მივაგენი ლურჯი მელანი, თქვენ ხშირად ხუმრობთ, გაღიზიანებთ, განსაკუთრებით სანდროს აღიზიანებს ეს ლურჯი მელანი და კი მეც. ერთხელ დავემუქრე, სხვათა შორის ზუსტად ინგრევიერის წინ უნდა გავხსნა მეთქი. შავი და ლურჯი მელნების მაღაზია მეთქი, მე უთხარი. შენს გამყიდველებსაც განმოვიბირებ აქეთ მეთქი და აი ნახე მეთქი რა გამოვიყენე გამოვიყენე მე ჩავასხი შავი მელანი საერთოდ არ ვიყენებდი მანამდე მართლა მაგრამ გამოვიყენე აი რჩევა მაინც რას ნიშნავს ხო აი ინფორმაციის გაცნობა რომ გავცალე ის ჩემი კაპლესი პილოტის და ჩავასხი რა ეს შავი და სხვა შორის კარგია აი მე ვიცი რა რომელი არგუმენტი იყო ჩემი გადამწყვეტი რომელი აი თქვენგან მახსოვს სულ რომ აი ცნობილი ადამიანები აწერდნენ ამ კალმით ხელს როგორ იყო კი ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ეს მაგას ანუ ნატოს დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა პარკერით ხელი ანუ ნუ ჯერ ერთხელ იყო კიდე ბოლოს იყო სანდრომ ჯგუფში ჩაგვიდგო ეს ცნობილი 88 ვიდეო როგორ აწერს რეცეპშენში ხელს ძველი თაობის წარმომადგენელი და შევნიშნებთ რა თქმა უნდა რომ ყველა აბსოლუტურად თუ დააკვირდებით ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერები სრულდება შავი მელნით. აი ეს უკვე გადამწყვეტი აღმოჩნდა და გააკეთა. არა სხვათა შორის ჩაიდინა ეს უკვე სანდრომ რომ ერთ-ერთი კალამი გამოყოფ შავი მელნისთვის.